შენი. კინაღამ გავაფრინე რა. შენ წარმოგიდგენია მთელი საკურიერო კომპანია შეგულებაში იყოს გასული და თილიდან მე მომიწია. შეკვეთის მიტანა. რა იყო ომი ქონდა? ახლოებით. იმიშვი მე გავაკეთე, იმიშვი ითი წმინდა. რა მოხდა რა? მე რა ვიცი მთელი ღამე არ ეძინა გაბრიელს. ხო ცოტა ხნის წინ ვაბანავე და მე ყავა დავადგე რომ ვიფიქრე სანამ დაიძინებს და ჩავიცვავ დავლევ თქო და გადმოვიდა ყოველფერი. ო ბატონო რთულია მარტო ხელა დედობა, მაგრამ რა სიზამ შენ ესე მოისურვე. დედა ხო გთხოვე რომ ეს ლაპარაკი წარსულში დავტოვოთ თქო? კი, დავტოვეთ, აბა რა, ერთი კაცი ლონდონში გააქცია, მეორე კაცმა არ იცის სად არის. კეთი. ხო მართლა გიორგის პოსტი ნახე. ლონდონში სათავო ოფისის ხელმძღვანელი გახდა. მართლა დედა, მართლა. სადნო მენახა? წაშლილი ვიყავარ მოყოლი. მე წაშლილი ვიყავარ, მაგრამ პროფილი ღია აქვს, შებძანდი და წაიკითხე. კეთი შენი სტალკერობა გაგვაკლია რა. მოგიძო ყავა. მინდი რა, ცოტა თუ არ გამოვფხიზოვდი, გამოგიჟდები. დედა. დაიტოვებ ცოტა ხანი. მე კი დავიტოვებ, დედიკო, მაგრამ გიხოცები ხო, თუ უნდა დამამადღო, უნდა შეწუხდე, უნდა რა. არა, შუაშია დამადლება, გაბრიელზე მზედა მთვარე ამომდის, უბრალოდ მაინტერესებს მამამისი სად არის. კერესა? მაიმე დედა, ახალი კანდიდატი ყავს მამის როლზე? ვიცი დედა სად არის? არის რა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვნახე და საერთოდ ბავშვს კითხულობს. რა ვიცი, ეხლაც მომწერა და აი მომიკითხა მეც და ბავშვიც. და რას გწერს? დედა რა რას მიწერს და ეხლა ჩემ მესიჯები უნდა იკითხო კიდე კაცო. ჩავიცვა. მიდი. რა გინდა მშვენიერი წნევა გაქვს 100 გაქვს 60-ზე. არერათ არის მშვენიერი, ჩემი წნევა არის 180-ზე. ამეთე დავქნა. იცი რა, პიტნის ჩაის გაგიკეთებ და მოყოჩაღდები უცბად, არ გინდა? ესე იგი ნიკამ ბოლო მომიღო და შენ კიდე მკლავ. რატო რა დავაშავე? გოგო, პიტნის ჩაი დაბლაწევს წნევას, არ იცი? მე აბა რა ვქნა, არ ვიცი რა გიყო, რით გიშველო. ვერაფრით ვერ მიშველიეთო. გამანადგურა იმ ქალბატონმა და ჩემმა შვილმა. უნდა მიშველო. კაი, ნუ ნერვიულობ დაალაგდება ყველაფერი. მაგრა დაალაგდება. მეგონა ეს ჩემი ქმარი იყო მაინც ნორმალურ და სახჭკუაზე. შევედი იმ დღეს და ვაიბერში ლაი ჭორაობს იმ ქალბატონთან. და რაზე ლაპარაკობდა? არ ვიცი ნიკას რაღაცა სიურპრიზს უკეთებს თურმე. ხო და ეთყობა მამამთილისგან რჩევებს იღებდა. ეთო გამისკდა ხელი. ბოდიში რა. რა თუნდა საყვარელია. ძალიან საყვარელია. წაიყვანა ჩემი შვილი ევროპაში საცხოვრებლად. ნორმალურ ქალაქში მაინც იყვნენ. გოგო, ისეთ ქალაქში არიან, საერთოდ რუკაზე ვერ მივაგენი. კაი, ნუ ამეტებ ახლა. ვამეტებ. მე ვამეტებ, ხო? ევერესტივით აიღო ქალმა თავის ორ შვილთან ერთად ნიკა და მე ვამეტებ. თან არ დაგავიწყდეს ორივე შვილი სხვადასხვა ქმრისგან ყავს. იმ კაცების ტვინში ჩამახედა სად უშვებენ ამ ბავშვებს. ნუ არ ვიცი. იცი რას გეტყვი? ნიკას ქონდა არჩევანი დარჩენილიყო. ეთყობა უყვარს ის ქალი და გაყვა ევროპაში, რა გინდა? უყვარს. ჯადოა გაკეთებული.
ჯადო შენგა გაკეთებული. ეს ამას 5 ვარსკვლავი აქვს. არა, არ ვარ განამყოფი ვარ. ეს აუ, ამას არ გირჩევ. ლაკოსთან ერთად დავდიოდ და ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს. ნინი ლაკოს არ გავს. აუ, ლაკოს არავინ არ გავს. ეს მიჯნური გიბი. ალო. ეს კიდე ესეთი გადებილებული დაყიალობს. შენ კი უნდა იცოდე, შეყვარებული კაცი რა არის. არა, ერთხელ მინახავს ჩემი მეგობარი მდგომარეობაში. აი რომ მახსენებ თუ ჩემი ძმა ხარ. ნახდება ხალი. მასალები ჩამოვიდა. დღეს მოვაქვთ? არა. ფოთში შევიდა გუშინ. და ღამის 3 საათზე წამოვა აქეთ. ძალიან კაი, ამ დღეს არაფერი ისეთ საქმე არ გვაქვს. არა, რაღაცა წვრილი აი ეს ოფისის საქმეები რა. შვენიერი, ისედაც ცოტა ადრე მინდოდა გავსულიყავი რა. რა ხდება? არაფერი, რავი. შვიდობა გაქვს? კი. აუ ყოფს იქნებ შენც მირჩიო სად შეიძლება წავიყვანო საღამოს ნინი. მაგისიას არ ჩახედე ძმობას გავწე. ცალთვალოს დუქანი, ნატიფი ხინკანი. არ არის ეგრე. ნუ რესტორნების და რანდევუების ბიჭი აგერგვიზის და. ხო, მაგრამ ეს რაღაც უცნაურ ადგილებს მეუბნება. აი მოკლედ წავედი რა. მონასტერში მინდა ავიარო. 1-3 საათი ტელეფონი გათიშული მექნება და რიხაზზე ვარ და. მედი შენც. რა თქვენს და. აუ ისე მაგრა განიცდის რაც რო გადის. ო. ისა, ხო იცი მეც უნდა წავიდე, საღამოსთვის მომზადება მჭირდება. თქვენ ხო არ წადი. მეც უნდა გავიდე რა ელინისთვის საჩუქარი მაქვს საყიდელი. კობას ელენე? კაი, მოკლედ წავედი რა. აბა შენიც. ჭირარი ხარ. გამარჯობა, შეგირჩევინოთ? გამარჯობა. ბავშვისთვის მინდა საჩუქარი. დაბადების დღე აქვს? არა, ისე უბრალოდ მინდა ვაჩუქო. გოგონაა თუ ბიჭი? გოგონა. მაგრამ აი თოჯინები არ უყვარს. კარგით, მაშინ ფუნფულოს სათამაშოებს შემოგთავაზებთ. იცით, არც ეს სათამაშოები არ უყვარს. რამდენი წლის არის? 10-ის. და გიждდება ჭადრაგზე. კარგით, მაშინ სამოგიდო თამაშებს გაჩვენებთ. სად არის მე თან ნახავ? მეორე რიგშია პირდაპირ. მადლობა. კასპერ. კასპერ. ირინა, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? კარგად. აქ რა გინდა? აი, კობას ბავშვისთვის ვარჩევ სათამაშოს. ეს მგონი არ გამოგადგება. კობასოლის ამბავი გავიგე, ძალიან მეწყინა. საიდან გაიგე? ხო იცი, ცუდი ამბავი ადვილად ვრცელდება. შენზე არაფერი გამიგია. ესე იგი კარგად ხარ. ცოტა უკვე დამეთყო. რამოდენიმე თვის წინ განაყოფიერდა კვერცხუჭრედი, მაგრამ იცი, აი დეტალები არ მაინტერესებს. მიხარია უბრალოდ რომ კარგად ხარ. მადლობა. იცი, კარგი ადამიანი. დანიელ მომაჭ ჭადრაგს გაჩვენებთ. უკაცრავად. დიახ, მოვალე ხავე. კარგად იყავ ირინა. დღეს დიეტები ვერ ვიშო. იმედია ესენც მოგეწონება. ყოველ ღამე ჩვევად მეკცა. აივანზე გამოვდივარ და ვჯდები. სადღაც ზემოთ ვიყურები უსასრულობაში და
თითქოს იქ იყო და შენ გელაპარაკები. ეხლა ვხვდები რამდენი უთქმელი სიტყვა დამჭა შენთვის სათქმელი. სულ რაღაცებს ვიგონებ. უშინ მაგალითად ვფიქრობდი, რომ კაფიდან რო გამოვდიოდით, ხელების დაბანა მინდოდა, მაგრამ არ დავიბამე. ასე რომ არ მოგწეული რა ის მანქანა ხო გაივლიდა, სანამ ჩვენ გამოვიდოდით გარეთ. მართლა ძალიან ვცდილობ, რომ სულ ჩვენი გოგოს გვერდით ვიყო. ხანდახან ეს ტკივილი ბევრად მეტია, ვიდრე სურვილი მიცოცხლო. სულ მეუბნებოდი, რომ მე მგავდა ელენიკო. ხლა გიუყურებ და ხოლო ჩვენ თავს მაგონებს. მენატრები. მეც ძალიან მენატრება. დიდი ხანია აქ ხარ? საკმაოდ. ეხლა ხვდები თურმე ვისი ყვავილები მხვდება ხოლმე აქ. ვერ გოებიცი. და ყველაზე მეტად იცი ასთან იჭი შეგოება. თელი დღე ბავშვით ვარ ხოლმე ხანდახან დაკავებული. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ავიწოდება ხოლმე. მაგრამ მიშინია რომ უარ დამავიწყდა. კიდევ ვცდილობ ხანდახან წამით მაინც დამავიწყდეს. უბრალოდ ეს ტკივილი გაქრეს. ზელის დავაძინე ბავშვი, ხა წადი ისე რომ არ მაჩხუბო იცოდა. მოვიდი რა ბავშვი მანახე რა. დიმეთქი აქედან, არ შემოხვიდე. რა შემოხვიდე, ერთი წუთი რა. ეს ჩემი შვილიც არის. მიდი რა გავაყვანე, თორე მე თვითონ მიპოვი ახლა. მამა. მდგომარეობაში გაჩუმდი, მაგ მდგომარეობაში არავის არ განახებ. გთხოვ, წადი ახლა აქედან. შენ ერთი წუთი მომისმინე რა. ვარ გავიწყდება რომ ის ჩემი შვილიც არის. არ მავიწყდა. თუ ისევ დამალვას აპირებთ. სად უნდა ვინ უნდა დამალო? კერეს გთხოვ წადი. გეხვეწები წადი ახლა აქედან. არჩა. მაგრად დავიღალე. ამდენი ინტრიგებით. ჩხუბის, ტყუილით ხავდი. ვიცი. და მესმის. უბრალოდ გთხოვ რომ ეხლა წახვიდე რა. და მე თუ მინე მე და შენ დავილაპარაკოთ, კაი?